ავთანდილ ჯორბენაძესა და მის ძმას მარჯანიშვილის 16 ნომერში მცხოვრები ორი ოჯახის სასამართლოში ედავება. ლომაძის და ცერცვაძის ოჯახების განმარტებით სახელმწიფოსთვის ჩაუბარებელ კორპუსში ისინი რამდენიმე წელია ცხოვრები, ეს ბინები კი მათ თავდაცვის სამინისტრომ გადასცა. 2014 წლიდან კი შევარდნაძის მთავრობის დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ორივე საცხოვრებელი ბინა მისი და მისი ძმის საკუთრებაშია. ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტრო მხარებს არ აძლევს დოკუმენტების გამოთხოვის საშუალებას. დასული წლის ივლისში თავდაცვის სამინისტრომ მოხსნა ჩემი არსებული პარტია თავდაცვის ბალანსიდან და ქალაქის მთავრობასთან ერთად გადამცა, ანუ გამაჩუკა ჩემი ბინასთან ერთად ავთანდილ და ლაზარე ჯორბენაძეზე. მე არ ვაპირებ ამ ბინის დატოვებას. პიროვნებებს, რომელთაც პრეტენზია გააჩნიათ ამ აქტის კანონიერებაზე, ისინი ვალდებულები იყვნენ ამ აქტის გამოცემიდან ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით გაესაჩივრებინათ ეს გადაწყვეტილება და მოეთხოვათ, რომ სასამართლოს ბათილად ექნა თუ მათი აზრით ეს გადაწყვეტილება იყო არაკანონიერი. მათ ეს არ გაუკეთებიათ. შეპირდნენ, რომ ამ ბინებს, რომელიც მას ჩამორთმეული ჰქონდათ 13 წელი ჩამორთმეული ჰქონდათ 7 წლის მერე ისე უკან დაუბრუნდა. თავდაცვის სამინისტრო საერთოდ თავს არიდებს ამ ყველაფერს და ამ ადამიანებს არ აძლევს დოკუმენტაციას, რომ ეს ადამიანები ერთი ოჯახი 2006 წლიდან, ხოლო მეორე ოჯახი 2009 წლიდან ცხოვრობდნენ ამ ბინებში.